მაინტერესებდა სულ ისეცია. შენს ჯვარამოტვიფრულ შუბლზე სინდისის ძარღვი თუ გაგწყვეტია. დამიბარეს ეთიკის სხდომაზე. ეშმაკისგან ხარ თუ ღვთისაგან? არც ის ვარ და არც მიწის. ფსიქიატრის კაბინეტში რა პასუხი მიიღე? ვიღებდი ლურს მას ჯერ ერთხელს უჭედებდი მერე მეორეს. სტიგმები ქართული დროით გეწყება ხოლმე თუ ამერიკული? ჭრილობაში ხელი ჩამხეს. გამჭოლი ჭრილობა იყო. საკუთარ ტყუილებში ხშირად თუ ახლართულ ხარ? ეს მე მოვიგონე მე შევქმენი. მეგონა რომ სხვანაირი პასუხს მივიღებდი ამ კითხვაზე. მამა ჩემი დაგერტყას ამერიკაში გადაგაფრას. ადამიანების შოკში ჩაგდებით ბედნიერების ჰორმონებს გამოყო? ჩემი რელიგიური დამოკიდებულებები ძალიან შელახულია, როდესაც გელაჩი ღვთისმშობლის ფრესკაზე ვხედავ, რომ სოკოა მოდებული. შეიძლება შიში ყოფილიყო და საინტერესო. სიყვარულსა. მე მგონი გამგონი სამყაროში რაღაცა მატრიცაში ვარ. ჩემი ამერიკული ოცნება ახდა. ისე შეტოპე ტყუილში, რომ უკან გამოცურვა გაგიჭირდა. აუცნაური, არავის ეგ შეკითხვა ჩემს არ დაუსვამს. დილა შუადღე და საღამომშვიდობისა იმის მიხედვით თუ რომელი ქვეყნიდან გვიყურებთ, ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ალექსი მეგრელიშვილი ვარ და შევეცდები რომ თქვენ მიერ ამ გადაცემის საყურებლად გამოყოფილი ძვირფასი დრო საინტერესოდ გაგატარებინოთ. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, ჩემი რესპონდენტი არის ბიჭი სახელით და გვარით თორნიკე ჯგერნაია. გამარჯობა თორნიკე. გამარჯობა. როგორ ხართ? ბიჭი რომელიც საზოგადოებისთვის არის ცნობილი სტიგმებით და რა მთელი ამბებით, მაგრამ დღეს არის ემიგრაციაში, ვიმყოფებით ნიუ-იორკში და გვექნება ცოტა სხვანაირი ინტერვიუ, მინდა რომ ამ სტიგმებს ვერ გავექცევით და ვისაუბრებთ, მაგრამ მინდა რომ სხვა თემაზე აქაც მოგაგდეს, აქაც მოგაგერით. გადაცემას ქვია უეჭველი ქართველია. როგორ ფიქრობ, ჯდები თუ არა ამ გადაცემის ფორმატში? იცი რა არის, რადგან მომიწვიეთ, ესე იგი, იმიტომ რომ შენ როგორ ფიქრობ? არა, ავტორი შენ. მე რა თქმა უნდა ბუნებრივია ვფიქრობ, რომ ხო, მე უეჭველი ქართველი ვარ, ხო, მთელი ყველაფრით. მთელი შენი შეგნებით. ხო, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება იყოს, ხო? კი ბატონო, მოდი დავიწყოთ სტანდარტული ემიგრანტული ისტორიის მოყოლით. რამდენი წელია რაც ამერიკაში ხარ და რა საქმიანობ და რატომ წამოხვედი? რაღაცა მომენტში ხვდები, რომ დაიღალე. გინდა რომ არავინ აღარ გიცნოს და გინდა რაც არის ყველაფერი ამის მიღმა, როცა შენ გცნობე თან იმ ყველაფრით, რითიც მე ცნობადი გავხდი, ხო? აი სირთულეები აღარ გინდა და რთულად მივიღე ეს გადაწყვეტილება. პრინციპში სანამ ბოლომდე არ გადამიჭირეს მარწუხები, აი ბოლომდე შეიძლება ითქვას, რომ აი ბოლომდე ჭოჭონდი ვიზა საკმაოდ დიდი ხანი მქონდა სანამ ამ წამოსვლის გადაწყვეტილებას მივიღებდი. და ბოლოს მოხდა ის რაც მოხდა. ერთ დღესაც ჩავალაგე და წამოვედი და გავდივარ, გავიარე იგივე გზა პრინციპში, რასაც ყველა გადის. დავიწყე ნულიდან. არ ხარ არავინ და რაღაცა არ მიყვარს ამის რაღაცა გადრამა. მე ამას არ ვუყურებ დრამატულად. არა, პირიქით შენ ეს მოგწონდა და ძალიან კარგი იყო. გავიარე ის გზა, რასაც ყველა გადის. მუშაობდი მიტანის სერვისზე, ვრეცხე თეფშები, ვაცხე ხაჭაპურები, წვიხორცები, როგორც ხდება ხოლმე რა. და რაღაცა მომენტში მივხვდი, რომ ვისწავლი და დავიწყებ ამ საქმიანობას, რომ პარალელურად გარდა ჩემი შემოქმედებისა, აი ჩემი რუტინული სამსახური იყოს ტატუს კეთება. ტატუს გარდა ვისწავლე დერმატოლოგია, იმიტომ რომ ძალიან თანხლები არის. ძალიან შემიყვარდა ეს პროფესია ვიღე ტატუს დროს შეხება გავს კანთან, რომელსაც შენ ტრამვას აყენებ. ამიტომ ძალიან კარგად უნდა გესმოდეს, რას აკეთებ, როგორ აკეთებ და საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა. არ მინდოდა ჯერ ამ თემას შევხებოდი, მაგრამ მე მგონი ამ შენ სტიგმებს ვერ გავექცევით ვერსად. ეს არის საქმე, რომლითაც ადამიანის სხეულს ტკივილს ანიჭებო. ეს ხომ არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ შენ ყოველ წითელ პარასკევს შენი კანი, შენი სხეული იღებს სტრილოდებს და სტიგმებს. სწორედ იმის გამო, რომ კანი რომელშიც მე ვცხოვრობ და კანის რომელიც მე კარგად მესმის, უბრალოდ არ მინდოდა ამას შევხედე, იმიტომ რომ რაღაც არ მინდა რეკლამას ავიჩხერდეს. გაუმტკივარება და ტკივილის შემსუბუქება ჩემს კაბინეტში დგას
ნომერ პირველი აი დერმატოლოგია შევისწავლეთ ხო და ორი სახის ლიცენზია სწორედ მაგის გამო რომ კივილის მინიმუმზე დაყვანა არის ჩემს კაბინეტში წმინდათა წმინდა. სხვათა შორის აი ახლა ახლოდან არ მყავხარ ნანახი ამ ინტერვიუმდე და სულ მინდოდა ესე შენ შუბლზე მენახა ეს ლეგენდარული შეიძლება შევე ხო? აი მაინტერესებდა სულ ესეცია. სხვა შორის აქვს ესეთი ისა რომ ხელს როცა ადებ არ ისეთი შეგრძნება. ხა მე ჩემზე არ გადმოვა რაღაცები. გადამდები არ ხარ. გადამდები არა. კი ბატონო, როგორ მოგწონს ამერიკაში ცხოვრება და იყო თუ არა ეს სწორი არჩევანი? მანამდე ვიკითხავ, შენ ახსენე რომ მარწუხები მომიჭირეს ბოლომდეო რა, რას გულისხმობ რაზე არის საუბარი, ბარემ გახსენი კარტები ამასთან დაკავშირებით და უკვე გადმოვიდეთ ამერიკულ ისტორიებს. კი, ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი. ზოგადად მიყვარს როცა გამოვლენ მდგომარეობა არსებობს კუბოდან თქო ყოველთვის ამას ვიძახდი და ეს იყო გამოსავალი, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა ხოლმე, ძალიან არ მინდა რომ პოლიტიკური ვიყო, თუმცა ჩვენ ძალიან იმდენად პატარა ქვეყნიდან ვართ, გვინდა არ გვინდა რაღაცა ყველა ამ მარაკაში ვართ. ჩემთვის როგორც შემოქმედისთვის ნახე იგივეა რომ აი წყალი რო არ მომაწოდო, თავისუფლება არის მთავარი. ეს არ არის კლიშე სიტყვა. მე რაც მინდა უნდა დავხატო, მე რაც მინდა უნდა დავწერო და მე როგორც მინდა ისე უნდა გამოვხატო. შენ სიცოცხლეს თუ შექმნია ისეთი საფრთხე რომ აი სწორედ მე მაგის მერე იყო ბიძგი რომ დაგეტოვებინა ქვეყანა და წამოსულიყარო. ნახე თოვლის გუნდესავით მოხდა ერთ ამბავს მოყვა მეორე ამბავს მესამე ამბავი. მივეცი საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ. ეს ისტორია ძალიან ძნელი არის. წლების შემდეგ 10 ცნობიერებ რა დაგემართა და მოყევი ჰარასმენტის შესახებ. გულისხმობ ძალიან სკანდალურ განცხადებას, როდესაც ყვებოდი ეპისკოპოსის მხრიდან სექსუალურ ძალადობას. სექსუალური შევიწროების შესახებ. მე მუქრებოდა საფრთხე და ამის შემდეგ უკვე წარმოუდგენელი გახდა, იმიტომ რომ პირდაპირ ვიღებდი მუქარას მუქარავის მხრიდან. კონკრეტულად იმ მაღალი იერარქიის ასულირებიდან. აქ უკვე სამთავრობო მანქანა ჩაიო. არა. დღეს შორს ხარ ამერიკაში ხარ და თუ აპირებ დასახელებას, თუ არა? სულ მგონია რომ დადგება დრო რომ მე ამის შესახებ ვიტყვი. ოღონდ მე ყოველთვის მჯერა ან მინდა რომ ჯეროდეს რომ ეს იქნება სასამართლო, სადაც პასუხი მოეთხოვებათ. ამ ეტაპზე მე ამერიკაში ვარ, მაგრამ მე მყავს ოჯახი. პირადში რა ხდება? შეყარებული თუ ხარ დღეს და შენ სტიგმებს თუ შეუშლე ხელი პირად ურთიერთობაში. არასდროს ეს არ ყოფილა რაღაცა ბარიერი პირად ურთიერთობებში, როგორც წესი, პირადი ცხოვრებაც ის დალაგებული მაქვს, როგორც საინტერესოა, მეგონა რომ სხვანაირი პასუხს მივიღებდი ამ კითხვაზე. რომ აი ადამიანების ნაწილი შეიძლება შიში ქონოდა, რომ ხა ჩემს პარტნიორს რო პარასკევს დაეწყოს ის რაც იწყება, შეიძლება შიში ყოფილიყო და საინტერესოა. შიში შეიქს სიყვარულსა ხო გაგიგია. ეთქობა ჩემს შემთხვევაში შიში შეიქს სიყვარულსა. შენი იმიჯი მაინც არის აი საზოგადოებამ გაგიცნო სტიგმებით და ასე შემდეგ და ეს არის ალბათ მოუშორებელი ისტორია შენ მიმართ, რაც არ შეიძლება ძალიან მაგარია შენთვის შეიძლება არ არის. ადამიანების შოქში ჩაგდებით ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფ? რაც არის განსხვავებული. ერთი საიდუმლო ხო ამდენ თოქ-შოუში ნამყოფი არცად არ მეთქვია. იმიტომ რომ შენ მიმიყვანე აქამდე რომ მეთქვა არავის საკუთარ თავს ვეჯიბრები, საკუთარ თავს ვაოცებ, საკუთარ თავს ვანიჭებ სიამონებას, ანუ ძალიან ეგოისტი ვარ, მიხვდი? მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები თუ შეგილახავს გაზრახ. ზოგადად ეპატაჟის გამო. ზოგადად მიმაჩნია რომ არანაირი არ შეიძლება არსებობდეს რელიგიური გრძნობა. მე არ ვიცი რა არის რელიგიური გრძნობა. ამიტომ რაც არ არსებობს ვერ შევახავ. ზოგადად ვინმეს წენია თუ არა, ჩემი დამოკიდებულება ალბათ ვიღაცას წენია. მაგრამ ნახეთ მაგაზე რა პასუხი მაქვს, იცი, ჩემი რელიგიური გრძნობები თუ კი ისინი არსებობენ, აი რას ქვია ეს რელიგიური? ჩემი რელიგიური დამოკიდებულებები ძალიან შელახულია, როდესაც სვეტიცხოვლის ისტორიულ ტაძარზე ვხელდა ჩაშენებულ კონდენსიონერს. გელათში ღვთისმშობლის ფრესკაზე ვხედავ, რომ სოკოა მოდებული.
მაშინ თუ ესე აი იციან ხოლმე რომ შენ დედა შემსაყენებ შეურატ აი ვინც ქრისტეზე ცუცს ამბობს მამა ჩემზე ცუცს ამბობს ამიტომ ყელი უნდა გამჭო რაღაც სიგიჟეები რა მაშინ მე რა ვქნა როდესაც გელათის ფრესკაზე ვხედავ რომ სოკოა მოდებული ვინმეს ქვით გავეკიდო მიხდირას გეუბნები ანუ რელიგიური გრძნობის განსაზღვარი ძალიან ფართეცნება ხო ამიტომ რაც არ არსებობს ვერ შევლახავდი და თუ ვინმე თulis რომ შევლახე როდესაც სტიგმატი ხარ ბუნებრივია რომ ადამიანების განწყობები არის სხვანაირი და ზოგს გონი ხარ აფერისტი და ზოგს არა ზოგისთვის შარლატანი ხარ ზოგისთვის არა საკუთარ ტყუილებში ხშირად თუ ახლართულ ხარ იმდენად არახშირად მიწევს ტყუილის თქმა რომ ვერ ანუ არ გამიდია ისეთი ქსელი სადაც შეიძლება ჩემი სიფრთხილის ძალიან ფრთხილი ვარ შეიძლება ჩემი სიფრთხილიდან გამომდინარე არა შენს ჯვარამოტვიფრულ შუბლზე სინდისის ძარღვი თუ გაგწყვეტია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ვერ გავწყვეტავ მისვლა თუ არა ზღვართან მისვლა პირდაპირ გეტყვი მისვლა ქონია მომენტი და უცებ ხვდები რომ არა ემიგრაციაში რა მთავარი სირთულეა შენთვის აი რა და როგორი ქალაქია ნიუ-იორკი ძალიან კარგად მახსოვს თვითფრინავიდან რომ ჩამოვედი აი შევისუნთქე და მივხვდი რომ ჩემი იყო, ანუ ჩემი ადგილი იყო, არ მქონია არანაირი დეპრესია. ხო, ეს ძალიან მოსულა, რომ თავიდან გაქვს მიუღებლობა, სირთულეები. არანაირი დეპრესია სევდა, მონატრება არ მქონია. არაფერი მსგავსი. დაგეწყო ეხა თუ არა? არა. აი მე-4 წელი დაიწყება და არა და ყველაზე რთული რა არის? ამ ქალაქში კი არ არის რთული. იქ არის სირთულე, სადაც დატოვე. ანუ რა ყველაზე რთული ემიგრაციაში აღმოჩნდა ბებოები. ბებოები? როცა მახსენდება ჩემი ორი ბებო. კი. ყველაზე ბედნიერი როდის იყავ? აი რაღაცნაირად მგონია, რომ შენ ცხოვრებას ესე ფონად ყოველთვის გასდევს რაღაცა დრამა. და აი დრამის მაძიებელი ხარ ზოგადად, აი ტრაგედიის და არა. კი ბატონო, ყველაზე ბედნიერი როდის იყავ? მაშინ ზბა ახლა ხარ არ ვიცი. აუცნაური, არავის ეგ შეკითხვა ჩემს არ დაუსვამს. ყველაზე ბედნიერი დღე როდის იყო? ნაგერ თუ არ ხარ დრამის. არა, ანუ ეს იმას კი არა რომ ბედნიერება იყო ცუდი, ყველაზე რომელი იყო იმას ვარჩო. არა, არასდროს არ მიმოჩნდა თავი რაღაცა. ან შეიძლება რამ ერთი კადრი ჩარჩა ღრმად შენს შთაბეჭდილებაში, როდესაც რომელიც ასოცირდება ყველაზე ბედნიერ კადრად და მომენტად. მაკენას ოქროს უყურებდი ბავშვი, რა იმ შავ-თეთრ ძალიან ცუდ ტელევიზორს, რომელიც აკუმულატორზე იყო ალბათ შეერთებული და იქ ჩანს რაღაც კადრი, ეს კამიონის კადრი თუ რაღაცა და მახსოვს რომ ვიკითხე რომ ეს რა არის, თქვა ადგილმა შთაბეჭდილება მოახდინა ძალიან. და ეს რა ქვია, ბიძა ჩემი მეუბნება თუ რაღაცა რომ ესო გრანდ კანიონია რა. ალბათ 6-7 წლის. წამიყვანეთ ხო? და სად წაგიყვან მეგარი ამერიკაშიო? და ნუ ამერიკა მაშინ ხო ხვდები როგორი იყო, მამა ჩემი დაგერტყას ამერიკაში გადაგაფრენს და ეს კადრი დამამახსოვდა და მახსოვს ოლაში მაშინ უთხრა რომ მე აქ წავალ თქო. რო ჩამოვედი ამერიკაში რამოდენიმე თვეში მოხვდი გრანდ კანიონში და ეს შავ-თეთრი იქ ქუთაისში საკუთარი სახლიდან შავ-თეთრი ტელევიზორიდან და მაშინ ჩაფიქრებული ოცნება ეს არწივის ხეობა რომ გადაიშალა ჩემს წინ მივხვდი რომ აი ის ბედნიერება, ის ბავშვური ბედნიერება, ბავშვი ხო ყველაზე ბედნიერი ხარ და ეს გაუთანაბრდა ერთმანეთს და კიდე კაი მარტო არ ვიყავ თუ რაღაც გეჟვეგონები ჩემი წიგნიც იწყება ეს რომ ღმერთი თოვლის ფერია, თოვლთან მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება და გავდივარ ამ არწივის ხეობის შუშის ხიდზე, ანუ თავარი ამბავი რაც არის გრანდ კანიონის და იწყებს თოვას. და აი ეს ორი დღე იყო ჩემთვის ბედნიერი, იმიტომ რომ ერთმა დღემ აი შავ-თეთრმა აკუმულატორზე მომუშავე ტელევიზორმა
ორი ინსპირაცია რეალობად გამოიწვია, ხო. არის რაღაცები, რასაც შენ პირადად შენ ცხოვრებაში ვერ აკონტროლებ და მათ შორის ეს არის სტიგმები, ეს ხდება შენგან დამოუკიდებლად. კიდევ რა არსებობს, თუ არსებობს რამე ისეთი, რასაც შენ ვერ აკონტროლებ, ან შენს თავს ვერ ენდობი იმ რაღაცაში, იმიტომ რომ შენ ამის კონტროლი არ შეგიძლია. ან შეიძლება რაღაცაზე ნერვები გიმტკნებს და მაგიტომ, ან უბრალოდ შენგან დამოუკიდებლად ხდება. სტიგმები ერთადერთი რამაა, რასაც ვერ აკონტროლებ. მე ზიზღება ყველანაირი სიტუაცია, სადაც კარგავ კონტროლს. ამიტომ ვარ სასტიკი აეროფობი. ოღონდ აეროფობი ვარ იმ მომენტამდე, სანამ თუ მომეცემა საშუალება, რომ პილოტი გავიცნო. ამიტომ კი ყველაფერს ვაკონტროლებ. მე ჰიპერკონტროლებ. ეს შეიძლება ჩემი მინუსი, ეს არ ჩათვალოს უნდა რომ რაღაცა ძალიან მაგარი სკილი არა. მე ჰიპერკონტროლი მჭირს კი. მე გარშემო ეს დროს პილოტსაც იკლავ ხოლმე ვინ არის ეგრე გეშინი. ანუ შიში პირობითად შიში იმის რომ აი ხა მიფრინავს და ჩამოვარდება თუ რაღაცა ეგეთ რაღაცა არ ვაფიქრებ ჩამოვარდილი იქნება რა ისე ვუყურებ. მაგრამ ნახე როდესაც მე ჩაბარებული ვარ სხვაზე, იმიტომ რომ იქ თავარ როლში ის არის თუმე და მქონდა რამდენიმე შემთხვევა რომ გამაცნეს, ანუ ვინ იქნებოდა თვითფრინავი შტურვალთან და უფრო დაცულად გრძნობ ანუ თავს. თვითფრინავი ჩამოვარდება და ჩამოვარდესო. სიკვდილის ანუ არ გეშინია? სიკვდილის მეშინია. არ არსებობს ადამიანი, ვისაც სიკვდილის არ ეშინია, უბრალოდ მე მიღებული მაქვს გარდაუვალობა, ეგ სხვადასხვა რამეა. მეშინია ერთია, მაგრამ რაღაცა არის თუ არა გარდაუვალი ხო მეორე, თორე სიკვდილის მეშინია. სიკვდილის მეშინია და შენ იწევს შენი ცოდვები იქ რა იქნება თუ ის თუ საერთოდ რა იქნება ან თუ იქნება? არ მაქვს შეკითხვა თუ იქნება. მე მივეკუთვნები ადამიანებს, ვისაც ღრმად ჯერა რომ რაც იწყება არ მთავრდება, ან ვარ შეიძლება გაქრეს და გრძელდება. აი რო გითხრა რომ ძალიან სასაცილო იქნები, იმიტომ რომ იმდენად ტყვილი გამომია, რო გითხრა რომ აი მეშინია ჯოჯოხეთში არ მოხდე თუ სამოთხეში თუ ყველა ადამიანი ხდება იმ რეალობაში. მოკლედ ისეთია მისი მომავალი, რასაც ანუ შენი მომავალი წარმოგიდგენია იქ პარალელურ სამყაროში? ისე თუ რაც იქნება ხვალე მიდარდა სხვალის. არა, ის იქნება ისეთი როგორც ვარ მე. მე ესე მჯერა. როგორც ვარ მე, ყველა ადამიანის აქაური რეალობა, შემდეგ მე მჯერა რომ გადადის იმ რეალობაში. ნათელია ეს რეალობა თუ ბნელი? შენი. ჩემი შემოქმედებასავით არის. ჩემი შემოქმედება ძალიან ყובה ამ რეალობის შესახებ. მოვედით შენ სამფლობელოში, შენ სახლში და სადაც ასევე არის შენი სახელოსნო. მოდი დაგვეთვალიერებინე შენი ნამუშევრები, რა გაქვს შექმნილი მას შემდეგ რაც ჩამოხვედი ნიუ-იორკში და სადმე თუ გასულა ეს ნამუშევრები ფართო ასპარეზზე და უნახავს საზოგადოებას. ხო, ნუ მოკლედ ეს არის რაც ჩამოვედი ანუ ეს არის რომ აი მე სულიზა ხოლმე მე არ ვარ უბრალოდ მხატვარი, მივედი ტილოზე დავხატე ლამაზი არა. ყოველთვის საჭიროა ინსპირაცია, საჭიროა ისტორია, პრინციპში კონცეპტუალისტი არტისტიც ამას ნიშნავს, თუ არ არის რაღაცა ისტორია, სოციალური პირადი, ეს არ არის ტიპიური ტილო რა. ანუ გულისხმობ იმას, რომ თანამედროვეობას უნდა ეხმაურებოდეს, იმიტომ რომ ინსპირაციას ყველას აქვს, ინსპირაციის გარეშე ალბათ ვერ შეგვიძლია. ზოგადად ჩემი დამოკიდებულება, თუ ხელოვნება არ პასუხობს თანამედროვე პრობლემებს, მკვდარია. იმიტომ რომ იმდენად კარგად იღებს თანამედროვე აპარატურა ფოთოლს, არავის არ ჭირდება დღეს შენი დახატული ფოთოლი, გარდა იმისა, რომ თუ ინტერიერს არ ალამაზებ რა. და შემოქმედება ისტორიულად, ზოგადად შემოქმედება შეიქმნა იმისთვის, ხო, არტისტის დამოკიდებულება გარესამყაროს. რომელიც ყვირი შემოქმედება უნდა ყვიროდეს? ხო, ეს არის ერთადერთი ფორმა, რითიც არტისტი ლაპარაკობს. რითიც თქმა უნდა არტისტს. ის რას ხედავს, ის კი არა რა არის. ეს განსხვავება ფოტოგრაფიასა და შემოქმედებას შორის. მე რასაც ხედავ, აი იმას გაჩვენ, მე შემიძლია ყველა ფორმა დავარღვიო. და ზუსტად აი პირველი ნამუშევარი, რომელიც შევქმნი პრინციპში აქ ჩამოსვლიდან და თანამედროვე არტი იძლევა ამის საშუალებას, ეს იყო 2029 წლის 28 ნოემბერს, როდესაც ძალიან დაიძაბა საქართველოში. 2024 წლის 28 ნოემბერი იყო.
და აი როდესაც ეს ცნობილი განცხადება გააკეთა და გამოვიდა ხალხი აქციაზე და მაშინ იყო როცა შეიქმნა ეს ნამუშევარი ძალიან ცნობილი თოვდა და თბილისის ებურად თალხი და სიონი და არ დუმდა ხალხი ხო ცოდვა გამხელილი ჯობსო ენის ბარიერი მაქვს ზოგადად არ ეხება ინგლისურს ზოგადად გიჭირს ენების სწავლა ენების სწავლა და რაღაცა შევავსე, აი რაღაცა გამოფენა ტარდებოდა და აი რაღაცას რო შევსე ბოლომდე ვერ გაიგებ რა არის და მეთქი აი ვცდითქო და ჩემი ძველი პორტფოლიო გავაგზავნე. ჩემ მეგობართან ვართ აივანზე მეთქი რაღაცა წელი მომევიდა და ეს არის თქო. და მე მახსოვს მისი შეცხადების ხმა რო არტბაზელიდან გწერენო. არტბაზელი იცოდი რა იყო? არტბაზელი ვიცოდი. არტბაზელი არის ყველა მხატვრის ოცნება. ანუ არტბაზელის შემდეგ როგორც ამბობენ არაფერი აღარ არის ის რომ შენ გამოგფე შეიძლება ითქვას რომ შენ გადიხარ კრიტიკოსების ყველაზე ცხელ წერტილს ის რომ გამოიფინო ამ სივრცეებში მე როცა იქ 6 საათზე მივედი და დავინახე რომ ეს სამი ტილო იმ სივრცეში იქ იმ გარემოში იყო გამოფენილი ჩემი ამერიკული ოცნება ახდა ეს არის შენი სახელოსნო, სადაც მუშაობ. ეს არის ჩემი სამეფო. რაც არ უნდა გაგეკეთებინა და შემოქმედებაში ყოფილიყავი და ძვირფასი შეგექმნა, მაინც აღექმებოდი ბიჭის სტიგმებით და შენი მთავარი ისტორია მაინც ეს იყო. აი ეს ისტორია შენ შემოქმედებას ჭრდილს აყენებს ხოლმე, ან აყენებდა? ძალიან საინტერესო შეკითხვაა, ხოჭრს მიფიქრია მაგაზე, მიყვარს ხოლმე ხუმრობით თქმა ჭხილებში ბევრს ესახებოდა და ეს ხალხი სადღაც დაიფანტა და გაქრა. მე სტიგმებით ვიცხოვრე იმაზე დიდხანს ვიდრე სტიგმების გარეშე. უკვე. იმიტომ რომ 13 წელს ვიყავი პირველად როცა დაამართა. და მას რამდენი წელს ხარ ამასო? ეს არის 36 ეს არის ჩემი განუყოფელი ნაწილი. ანუ მასთან ერთად გავიზარდე. ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი როცა იწყება, მე ესენა უკვე მქონდა. ორგანულია უკვე. ორგანულია და რა თქმა უნდა, ჩემი შემოქმედება რატო არის ესეთი ემოციური? იმიტომ რომ აქვს სტიგმები. რატო პირობითად აი რაღაცა მოვლენები რო ხდება ხა ძალიან სულელური შეიძლება შედარებად მოეჩვენოს ვიღაცა მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა ნახე მე სტიგმებით შემიძლია ანუ ამ ჭრილში ვატარებ ვიღაცის თავზე რო ვიღაცა დახტის მე ამიტომ არ მომწონს იმიტომ რომ მე გრძნობ ხო რაც შეიძლება კიბელს რაც შეიძლება სხვამ განიცადოს შეიძლება სხვამ ამიტომ აქვს ეს სენსიტიური დამოკიდებულება და იყო პერიოდი ჩემ პოსტებიდან გამომდინარე რომ აი ძალიან ისეთი გახდიო პოლიტიკურ ამ ძალიან პოლიტიკურ მე რაც ვარ ვინც ვარ როგორიც ვარ რასაც ხატავ რასაც ქარგავ რასაც წე ეს შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო იყოს შეიძლება ძალიან ეპატაჟური იყოს ჩემი შემოქმედება და პარალელურად შეიძლება ხატს წერდე იმიტომ რომ საკეში რო ვიყურები, აი ეს არის შუბლზე. ამან შემქმნა მე. ამას არც ხელი შეუშლია. აი შეიძლება თუ არა მიშლდეს ხელს რომ ორი ხელი მაქვს. ხო? არა. მაგრამ შეიძლება არ მქონდეს ორი ხელი და მქონდეს ერთი ხელი. არც ეს არ იქნება ხელი. ანუ მე ვისწავლი ესე ცხოვრებას. ანუ მაგას გეუბნებოდი ისე რომ სტიგმები არის ჩემი მოცემული რეალობა, რომელიც ვიღაცისთვის სასწაულია, შარლატანობა, არ აქვს შემცმიშობდეს. ეს ჩემი მოცემული რეალობა, რომელშიც მე კომფორტულად ვარ. გასაგებია, რაზე მუშაობ ქრისტეს გარდამოხსნა? ეხლა გარდამოხსნას ვქარგავ, ხო, პრინციპში რაღაცა ტრადიციასავით მაქვს. გარდამოხსნა, მიხედვით რომ საკმაოდ ბევრი ხატი შემიქნა, გარდამოხსნა ყველაზე იშვიათად, ანუ იშვიათ პირველი გარდამოხსნა პატრიარქს ვაჩუქე. ჩვენს პატრიარქს. მე რაღაცა ბოლო წლებია პრინციპში აღდგომის მარხვა როცა იწყება ვიწყებ გარდამოხსნის ქარგვას. შინ ამასთან ვიჯექი 16 საათი. ავდექი მხოლოდ ერთხელ ყავის გამო. და სოვიძახი რომ სამყარო ჩერდება ჩემს გარშემო. აი ეს არის ის საქმე, სადაც აი მოწყვეტილი ვარ. ანუ ვერ მოგიყვები როგორი ემოცია, ნუ ჩემია. იმდენად ჩემი არის, არ ტკივა, არ ვიღლები, არ მაწუხებს და ეს არის როგორ შენ თავარი ემოცია არის, სო არის რომ დასასრულია მთავარი ემოცია არაკეთების პროცესი, როცა დაასრულა რაც შენ ტვინში ქონდა, იმას ხედავ. ძალიან საყვარელი ფისოები ყავთ. ხო, ფისოები ოჯახის მთავარი წევრები არიან. სხვა შორის
ვიდეოებსაც ვწებ ხალხს ძალიან მოსწონს რომ არასდროს ფისუებს ხო უყვართ აი ძაფები, თვლები, ქვები. აი აქზის ხოლმე ძალიან ისეთ მშვიდი სახით თავს დაადებს და არასდროს ხელს არ. ხო ძალიან ისეთი ხა ძაფებს რო კატა არ ჩამოყრის ძალიან ისეთი. ესენი არიან მთავარი წევრები შეიძლება ითქვას. სტიგმები ქართული დროით გეწყება ხოლმე თუ ამერიკული დროით? და თუ არის ისე? ხაჩორის ყველაზე მეტად პირველი წელი რო ჩამოვედი. აი ეგ შეკითხვა მომდიოდა Facebook-ზე რომ აი რომელ დროს ხა ძალიან ახლობლებმა ვინც მაგ დღეს ჩვენთან ერთად იყო ხოლმე ეს წითელი პარასკევი კარგი სათაური არის ток-შოუსთვის, გაზეთისთვის შენ ძალიან გაყიდვადი. ხო, იმიტომ რომ წითელ პარასკევს ხდებოდა, მაგრამ ის არასდროს არ ყოფილა პარასკევს 12 საათზე, ან პარასკევს საღამოს 8 საათზე. მე ხვდი ძალიან ინტიმურ დეტალებს გიყვებ, ეს იცოდა მარტო იმ ადამიანებმა, ვინც ესწრებოდა. სხვა შე რამდენიმეჯერ დაესწრა ჟურნალისტებმა, მათ იციან. წითელი პარასკევიდან შაბათ გათენებამდე დროის რაღაც მონაკვეთში ხდებოდა და ყოველთვის სხვადასხვა დროს. იყო ღამის 2 საათი, გამთენის 6 საათი, რასთან იყო ეს კავშირში, ბუნებრივია, არ შეიძლებოდა მცოდნო და არც მე და არც ხვებს. ამიტომ მე პირადად დროის მიმართ, აი რო ჩვენ ერთი მე მგონი მე არ მქონდა ეს შეკითხვა, რომ ანუ მას ჰქონდა თავისი ამ მოვლენას აქვს თავისი დრო, რომელიც რიგ მიზეზებთან არის დაკავშირებული, ალბათ არ ვიცი, სამყარო მის ამას. მოლოდინი თუ გქონდა, რომ აი ამერიკაში შეიძლება აღარ გამომყვეს ეს სამბებიო და შეიძლება აქ აღარ დაგწყებოდა და თუ მოემზადი აქაც წინასწარ და აი ადამიანები თუ იყვნენ, რომ გააფრთხილე, რომ აი შენ აქ უნდა იყო, რომ დამეწყოს. წესი ნომერი 1 არის ბოლო 5 წელია არავინ არ ესწრება და ვარ მარტო. ესა რაღაცა რიტუალებით არის, რომელიც არ არის სანახაობრივად კარგი, როგორი ემზადება ადამიანი იმისთვის, რომ შეიძლება გახდეს, შეიძლება აწამონ. აი პირობითად გეუბნები, ჩემი ხელით ვამზადებ ბინს, ჩემი ხელით ვამზადებ აი თბილ წყალს, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე გადავწყვიტე, რომ მე უნდა ვიყო მარტო ამ დროს. ძალიან ეგოისტური დამოკიდებულება გამიჩნდა, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე ძალიან დამღალა ჩემს სულში გაუთავებელმა ხელების ფათურმა. და ეს იყო ხელების ფათური. სასწრაფო რო დაგჭირდეს არამე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. იმდენი სისხლი რო დაკარგო, რომ აი უბრალოდ ბავშვობაში რო არავინ არ იყოს. ბავშვობაში ორჯერ იყო შემთხვევა, მაგრამ როდესაც ფერდის ჭილობა არ შეხორცდა დიდხანს. ყოველთვის დაშვებული მაქვს, რომ ეს შეიძლება აღარ მოხდეს. ყოველთვის საქართველოშიც ესე ვიყავი და ამერიკა ეს არის დღე როცა თენდება ჩემთვის არის გზა გასაყარი ანუ დღეს შეიძლება რაღაცა დამთავრდეს ან ისე გაგრძელდეს ოღონდ ამასთან შეგუება არ შეიძლება ეგ არის ეს არის დიდი ტყვილი რომ ამას შენ აი ეგუები თუ რაღაცა ეს არის შენი განუყოფელი ნაწილი და როცა იღვიძებ ხვდები რომ ეს ხوارი რაღაცა არის და აღარ არის. აი ახლობელი ადამიანი არის და აღარ არის. მიხდი ანუ როგორ გითხრა. ამიტომ დაშვებული მქონდა საქართველოსში და დაშვებული მაქვს აქაც, რომ ეს ყველაფერი შეიძლება აღარ მოხდეს. ვიცი რომ მკითხა და წესაკეთე, არ ვიცი რა ემოცია მექნება, გული დავწყდება თუ გამიხარდება, არ ვიცი. არ ვიცი რა ემოცია მექნება და პრინციპში ესე გაგრძელდა აქაც. თითქოს შენი იდენტობის ნაწილიც არის ეს და რაღაცა აი ამბავს რომელსაც ვერ წარმოვიდგენ არის იმ ამბავს წარმოვიდგენ რომ შეიძლება არ დამემართოს რა ემოცია მექნება ვერ გპასო ანუ ძალიან გახსნილი ტიპი რომ აი არ სულ ხომ აი არ ვიცი თქო რაღაცა უცნაური იქნება თქო და ჩვენი ინტერვიუს დროს ვუყურებდით ფანლიარ მომიშორებია აი ამ წიგნისთვის თორნიკე ჯგერნაიას უკანონო შვილი ამ წიგნზე მოგვიყევი როდის გამოუშვი რომელ წელს და რაზე არის ძალიან ორაზროვანია წიგნი უკანონო შვილი ქვია რა თქმა უნდა სათაურზე ბევრი იყო ნაფიქრი უკანონო შვილს ესე მოიხსენიებდნენ ქრისტეს იმ დროში ებრაელები ეს ტერმინი გამოიყენებოდა იმიტომ რომ ბუნებრივია მათ არ ჯეროდათ რომ რაღაცა ღმერთი განკაცდა მიხდი და აი ამ უკანონო შვილზე არის სინამდვილეში და მკითხველი გებულობს ეს იყო უკანონო შვილი თუ ეს იყო ის ამბავი რასაც ჩვენ გვიყვება და თუმცა სახელი არის პროვოკაციული იმიტომ რომ მკითხველმა შეიძლება ჩათვალოს რომ ეს არის შენი შეფასება როგორც უკანონო შვილი და სხვა შორს ჯერ კიდე სახელის გამო მათრიეს როცა სატელევიზიო პრემიერა შედგა წიგნმა გაამართლა ისო წიგნი გახდა არანორმალურად გაყიდვადი ყველას აინტერესებდა
რას წერდი და პრინციპში ტირაჟით გამოუშვი თავიდანვე? საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოუშვი. ძალიან რთული იყო გამოშვება, იმიტომ რომ აი ცენზურა რომელზეც ახლა ბევრი გვესმის ჩვენ პირველად შევეფეთი აი წიგნის დროს. სათვალეს რომ იყო ავტობიოგრაფიული და საპატრიარქოს ჰქონდა თავის შიშები. რომ უფრო მეცაც გეტყვი დამიბარეს ეთიკის სხდომაზე საპატრიარქოში. დამოუკიდებელი, ნახე, ძალიან კომიკურია რა, მაყურებელმა კარგად რო გაიგოს, ეს არის დამოუკიდებელი ავტორმა რაღაც თუნდაც სისულელე დაწერა, მაგრამ ნახე, მისია თავიდან ბოლომდე. და მე არ ვარ და ლიტერატურაზე საუბარი. და მე არ მუშაობ თან საპატრიარქოში. არ მუშაობ. და მირეკავენ და მიბარებენ საპატრიარქო ეთიკის სხდომაზე, სადაც უნდა განიხილონ, რომ კურთხევა გასცენ გამოსცენ თუ არა. თუ გსმენია მოსაზრება, რომ ეკლესიის მტერი ხარ. ეკლესიის მტერი ხარ? მოსაზრება მსმენია. საბედნიეროდ მე არ გავგიშებულ ვარ, რომ ჩემი სახლის კედლები დავანგრიო. მაგრამ ჩემს სახლში თუ წყალი ჩამოდის და შენ გეხელმწიფება ამის გაკეთება, მე შემიძლია შენიშვნა მოგცე. არ შეიძლება შუბლზე ჯვრით ადამიანი იყოს მტერი. შენი, რომელსაც იმიტომ რომ შუბლზე ჯვარი არ გაქვს, ოქრომ ჭედალს უკვეთავ ბრილიანტების ჯვარს და ამაგრებ ქუდზე. იქნებ ეშმაკისეული ხარ, ეს მოსაზრება დარწმუნებული ვარ, რომ გაგიგია. ეშმაკისგან ხარ თუ ღვთისაგან. არც ის ვარ და არც მიწის. შემიმჩნევია რომ ძალიან შეშინებიეთ ჩემი. შემიმჩნევია რომ ძალიან ვეზიზღები. შემიმჩნევია რომ ძალიან უყვარვარ, შემე ფანატიკური დამოკიდებულება. ნახე, ამაზე უნდა მეკითხა სხვათა შორის, აი რაღაცა ფანატი ადამიანები თუ შემოიკრიბე. კერპი თან როცა ცოცხალი ადამიანია, ეს კერპი იმიტომ რომ საცთური არის ძალიან დიდი. იმიტომ რომ შენ შეიძლება ხელზე აკოცნინო და ამის გამო მან მთელი ცხოვრება რაღაცა სიგიჟე ჩაიდინოს. ძალიან ფრთხილი. ანუ შენ საზღვარი დააწესე, იმიტომ რომ მიხვდი და დაინახე საშიშროება, რომ შეიძლება განდიდების სუბიექტი გამხდარიყავი ადამიანთა ნაწილი. კი, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში შევწრები ვარ ამბავს, როცა ჩემს გამო ორმა ადამიანმა ლამის სიკვდილამდე მიიყვანა, ერთმანეთს ერთი იცახდა არა ეშმაკისგან არის, მეორე და მივხვდი რომ ეს ძალიან ყველას კარგი იცი რა არის. სასწაულს აქ ერთი უცნაური თვისება, პროსტა და პატარა ადამიანი თუ გეუბნები, სასწაულს აქ ერთი უცნაური თვისება. ნახე სასწაული თუ ხდება, ეშმაკისგან არის თუ ღვთისგან არის, თავი ამბავი რა არის, სასწაული ხდება, ანუ ამტკიცებს რაღაცა ირეალურის არსებობას. ამიტომ აი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის აბსოლუტურად სუერთი უნდა იყოს. ეხა ეშმაკმა დაუსვა თუ ღმერთმა დაუსვა. შენ საახლობლოში ახლო ადამიანებში თუ მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც დღემდე არ სჯერა შენი სტიგმების. კაში არ შეერასას ვეძახი. ისეთი ადამიანები საბედნიერო წლების მერე აღარ დარჩენ, იმიტომ რომ მიხვდა რომ მოკდებოდა ალბათ ეს პაღანაო, იმიტომ რომ ნახე ისეთი ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ, რომელსაც ეგონათ რომ მე ვიღებდი ლურს მანს ჯერ ერთხელს ვიჭედებდი, მე მეორეს, მე ფეხებზე გადავდი და არა, აღარ დარჩა. საკამათო დარჩა, ვისგან არის ეს ყველაფერი. ეს რაღაცა მიხატული კი არ ყოფილა, ეს ყველაფერი მე გავიარე დიდი ხნის უკან რომ ლამის ჭილობაში ხელი ჩამიყეს. მიხვდი ეს გამჭოლი ჭრილობა იყო. ეს რაღაცა ზემოდან ლამაზად რამე მოხატული ეს არის სხვა შორის ერთივიანი დაწერა ადრე რომ ჯგერნაია წითელი პარასკევის მეორე დილით ერთი დიდი ჭრილობაო. ანუ ყველა თავიდან უბრალოდ იყო დაბნეულობა. მიხვდი რომ ყველას ეგონებს რაღაცავიქ ვიღაცას ესახება, ვიღაცას ელაპარაკება თუ რაღაცა. აი სიგი ან პლაცებოს ეფექტი შეიძლება ეგონა ადამიანებს, შეიძლება იმგან იწევდეს შენში ამ. ხო, აი რაღაცა ის იყო. ფსიქოსომატური მდგომარეობა. თავიდან იყო აი სიგიჟე, მიხვდი და მე უკვე წლები რომ გავიდა, ნუ ახლა თუ როდესაც ჩამოხვედი ამერიკაში, თუ დაიწყე ახლიდან აი ამის კვლევა, თუნდაც სტანდარტული მედიცინით, თუნდაც არ ვიცი, ან შამანებთან თუ წახვედი, ან რაღაცა კუთხით თუ მე თვითონ ყველაზე დიდი შამა, ანუ მიხვდი, ანუ ჩემში ეს ყველაფერი. მე ყველაფერი დიდი ხნის უკან გამოვიკვლიე, ყველაფერზე პასუხი მივიღე. სამედიცინო წარმომადგენლებთანაც მქონია შეხება, მღვდლებთანაც მქონია, თეოლოგი გავხდი, ვისწავლე, ბევრი ვიკითხე ბიბლიოთეკაში. პროფესიით თეოლოგი. ხატწერი და თეოლოგი. აქედან გამომდინარე პირადად ჩემთვის საკლავი არაფერი არ დარჩა. თუ იმე თulis რომ უნდა. მაგრამ მაინც აი ბევრი ბუნდოვანებაა. მეც აი ამ ინტერვიუზე რომ მოვდიოდი, გადავავლე ლიტერატურას თვალის, სამეცნიეროს თუ რელიგიურს, ნახე რომ მსგავსი ფენომენებიც არიან, თუნდაც სასულიერო პირები და ასე შემდეგ და მათ შორის ისეთები, რომელთაც სწორედ აი წითელ პარასკევს ან ზოგს
ყოველ პარასკევს ემართება მსგავსი რამ. ვინმეს თუ იცნობ, ვისაც მსგავსი, ასე ვთქვათ, პროცესები ეწყება, მსგავსი ფენომენი, როგორიც შენ ხარ და ვინმესგან თუ ისწავლე ამისი მართვა. არა ციგნებიდან ან თუ უბრალოდ თავიდან ბოლომდე შენი პრაქტიკით ისწავლე ამის მართვა. პირველი ნახე როგორი რამეა, როგორც კი მე მქონდა შეკითხვები თავიდან ეს რა იყო, აი სად იყო აი ეს ყველაფერი რა. რაღაცა მომენტში მე როგორც ადამიანმა მივხვდი რომ იცი როგორი ეტაპი მქონდა, წამართო თუ არა მე არჩევანის უფლება. იმიტომ რომ არჩევანის უფლება არის ყველაზე ძვირფასი უფლება და რაღაცა ეტაპზე მქონდა ესო კი, მაგრამ აი მე რო გავიღვიცი აი ამ ყველაფრით, ვინ მკითხა მე ამის შესახებ. რაღაცა მომენტში მე ცხოვრებაში მივიღე პასუხი რომ ეს იყო ჩემი არჩევანი. არავის ჩემთვის არჩევანის უფლება არ წავდა. თუ მე არჩევანის უფლება არ წამართვეს, მე ამას ვიღებ ისე როგორც არის. აი ამ პერიოდში სანამ ეს არჩევანის უფლების თემა მაწუხებდა, მე დავიწყე ამის ძიება. ამიტომაც ვთქვი რომ მქონია შეხება პროფესორებთან, მეცნიერებთან, ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან და ზუსტად აი ხო არსებობს შავი ხვრელი, სადაც პასუხი არ არის რა და მივიღე მე იქ პასუხი რა რისთვის, რატომ და როდის გააკეთე ეს არჩევანი. ფსიქიატრის კაბინეტში რა პასუხი მიიღე? ფსიქიატრის კაბინეტში ვისაუბრეთ ფსიქიატრის კაბინეტში მოხვდი აი ეს ხმები გესმის, აი ეს შეკითხვები იყო, გავიარე საკმაოდ მძიმე ტესტირება მის ასისტენტებთან ერთად და ფსიქიატრ ჩემთან შეკითხვები არ დაჭდა. ანუ იყო თუ არა ეს ისტერიული ფსიქოპათია, ვერ დავაკმაყოფილე ვერანაირი. ეს არ გაგრძელებულა ერთი დღე და ორი დღე. ესეთი კვლევები საკმაოდ დიდხანს გრძელდება. მათ შორის როცა აკვირდებიან თვალის ზომასაც კი, გუგა როგორ გიფართოვდა, საკმაოდ ბევრი რამე მაქვს გავლილი და იქ იყო ანუ თუნდაც ბიოლოგიურ მოვლენად რო შეფასდეს სტიგმები, უნდა გამოირიცხოს რიგი ფაქტები, არის თუ არა ისტერიული ფსიქოპათია, არის თუ არა შიზოფრენიისკენ მიდრეკილი, რიგი ჩაშლები არის. ერთადერთი რაც ვიცი, რომ არ მაქვს თეთრი ბილეთი და შემიძლია მშვიდად ვიყო, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი ცხოვრება. ანუ სანამ ვიღაცა მეტყვის, რომ ეს შეიძლება პრობლემები იყოს, მე მივხედავ, მე ძალიან კარგი მშობლები მყავს, რომლებიც ზრუნავდნენ ჩემზე და ძმები. ანუ გითხეს რომ ჩვენი პაციენტი არ ხარო. ხო, ანუ ეგ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ვიღაცას ახლა ვიღაცა შეიძლება მოწმონდეს ეს, აი, შუბლზე ჯვარი ქონდა და როგორ მინდა. არა, ეგ ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში იყო ჩემ შეგისა, რომ იყო კი ანუ წამართვეს მე არჩევანის უფლება და ძალიან ეგოისტური. მე ვხვდი რომ წაგართვეს არჩევანის უფლება. პირიქით მივიღე პასუხი რომ არა. რომ ეს შენი არჩევანი იყო? ეს არის ყველა ადამიანისში დიდი გარდამტეხი მომენტი. ყველა ჩვენი მისტიკა გვაქვს. ხო, ყველა ადამიანს აქვს რაღაცა მისტიკა, ვიღაც უბრალოდ ძალიან აქვს, ძალიან გამოხატული. ყველაში ეს არის მისი პირადი არჩევანი. ძალიან დავიბენი, რას გულისხმობ, რომ ეს იყო შენი არჩევანი. ანუ შენ გულისხმობს, შენ გამოიწვიე ეს არ აიხსნება. აბა, მაშინ შენი არჩევანი რაში მდგომარეობს? ნახე, აი ძალიან კაი შედარებას მოყვა. ეს არის ამაში დამისხი წყალი შემე. აი ამას დავლევ თუ არა? ჩემი არჩევანი, ამას შეიძლება იყოს შხამი, შეიძლება იყოს წყალი, შეიძლება იყოს კომპოტი, ანუ არ ვიცი მე რა არის. და ეს აი ღმერთი არის მაშინ ჩავწვდე რომ ღმერთი არის თავისუფალი ნება. აი ეს არის რომ ჭიქა დევს და აი აქედან შესვამ თუ არა ეს არის შენი არჩევანი. ეხლა შენ ნახე ვიცოდი თუ არა ეს არჩევანი სტიგმები იყო არა რასო წარმოდგენაც არ მქონდა მიხვდი მაგრამ სულიერი არჩევანი რომ ესეთი გარდატეხა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში ჩემი არჩევანი. ჩემს სულიერ გარდატეხაში. ამაზე უკვე ვერ მოიხსნა. ეს როგორ რამე იცი? იმიტომ კი ვერ მოგიყვები რომ გიმალა არსებობს რაღაცები, რასაც სახელმწიფო ვერ. მაგრამ გარეგნული გამოხატულება თუნდაც შენი არჩევანი არ არის, ეს უკვე გაკეთებული არჩევანის შედეგია, რომელიც ისეთია, როგორც არის და რომელიც ისეთი მივიღე, როგორც არის. რაღაცა ისეთი მაინც დაატოვე ისეთი საიდუმლო ამ ყველაფერში და მესმის და გასაგებია, რომ მაინც კითხვის ნიშნები დამრჩა, იმიტომ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღე, რამაც უკვე მე არჩევანი გავაკეთე რომ ეს გარეგნული ფორმები. ხო, მე შეიძლება ვენდერო წყალი იყო. ეს რაღაცა ისეთი სასმისი შესვიშენ, მე მგონი. იმდენად დიდ მისტიკასთან მაქვს შეხება. იმის მიღმა
აღარაფერი აღარ არის და ამიტომ აი მე არ დამემართება ეიფორია რაღაც აი მე ადამიანმა მე რომ მითხრას ხა ჩემს გვერდით სული დგას და მელაპარაკება აი რაღაცა აბა რა გითხრა და თუნდაც გამაოცოს რაღაც ისეთი მითხრას ვერ გავგიჟდები გადავირავებ ეს ყველაფერი წითელ პარასკევს აი სად ხდება აქ ხდება ამ სახლში ხდება ტერიტორიულად აქ ვარ კი აქ ვარ ეს არის სახლი სადაც სახლი რომელიც აბაშენებს ნიკუშა გავასწროთ ჩვენც არ დაგვეწყოს რამე რა კითხვაზე მიპასუხებდი სხვანაირად კამერა რო გათიშული მქონოდა იგივენაირად გიპასუხებდი რაღაც მომენტში ხომ არ შექმენი შენს თავზე ისეთი წარმოდგენები რაც იყო ერთგვარად შეიძლება თეატრალური წარმოდგენის ინსცენირება და უკვე ისე შეტოპე ტყუილში რომ უკან გამოცურვა გაგიჭირდა და შენი გზა მოჭერი. მაყურებელს არ ვიცი ჩემი აღქმაა რომ აქვს აი 50 დამოკიდებულება რომ ზოგს ჯერა შენი, ზოგს არა. ოდესმე თუ ჩემთვის საინტერესო გახდა რომ ვინმეს რაღაცა დავაჯერო, მე ამის მიზეზს ვერ ვხედავ. ზოგადად მე მგონია ყველაზე სულელური მიზეზი უყვარდე ყველას. გიღებდეს ყველას გავსი გავსი სულელური აკვიატება, ამაში ჯანსაღს ვერაფერს ვერ ხედავ. თავისუფალი დრო სად იხარჯება, როგორ ატარებ დროს და გართობით. ყველა ამბობს უამრავი დისკომფორტია ამ ქალაქში. მე რაღაცა ვერ ვატო, რაღაცა მე მგონი გამგონი სამყაროში, რაღაცა მატრიცაში ვარ თქო ვიძახი. ვერთობი ისე როგორც საქართველოში ვერთობოდი 80-იანების მუსიკა მომწონს ძალიან და შესაძლებლის კლუბებში დავდივარ. ოღონდ ისიც ძალიან იშვიათად საქართველოში დაბრუნებას როდის განიხილავ? თუ განიხილავ საერთოდ თუ აქ კიდე ცხოვრება? არ ჩანს შერჯერობით როდის გამიხილავ. კი ბატონო, მადლობა იმისთვის რომ დამეთმეთ რომ ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, არ დაგავიწყოთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, დროებით.